DGG-ს გადაფრთვალ საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით 2026 წლის თებერვალში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 8.8%-ით, ხოლო პირველი 2 თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 8.4%. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა. ეს გახლავთ უპირველეს ყოვლისა ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობები, ასევე დამამუშავებელი მრეწველობა და სამთო-მოპოვებითი მრეწველობა. კლების ტენდენცია შეინიშნებოდა მშენებლობის და ენერგეტიკის სექტორებში. 2026 წლის თებერვალში წინასწარი მონაცემებით საკვების ექსპორტი გაიზარდა დაახლოებით 27%-ით, ხოლო იმპორტის მოცულობა გაზრდილია 8.4%-ით. ქვეყანაში დარეგისტრირდა 7700-მდე ახალი საწარმო და აღნიშნული მაჩვენებელი თითქმის 30%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის პერიოდის მონაცემებს. დაახლოებით 10.7%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული DGG-ს გადაფრთვალ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 13.350 მილიონი ლარი შეადგინა. რაც შეეხება მიზეზებს დარგობრივ ჭრილში, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებასთან, ასევე აღნიშნულ სფეროში კონსულტაციების მოცულობის გაფართოებასთან, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდა განაპირობა საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებამ და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა. ეს დაკავშირებული იყო როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო გადაზიდვებთან, ასევე მოგეხსენებათ ზრდის ტენდენციები შეინიშნა როგორც უკვე აღნიშნე საგარეო ვაჭრობაში და პარალელურად გაიზარდა ტვირთის სატრანსპორტო დამუშავების და დასაწყობების მაჩვენებელი. საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების დასთან, რაც შეეხება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორს, ზრდა განაპირობა კვების პროდუქტების და სასმელების წარმოების მოცულობის გაფართოებამ, გაზრდილია დაახლოებით 25%-ით მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი, ასევე 20%-ით გაიზარდა ყურძნის ნატურალური ღვინის ექსპორტი. ზრდის ტენდენციები შეინიშნებოდა ასევე ქიმიურ მრეწველობაში და 32%-ით არის გაზრდილი აზოტოვანი სასუქების ექსპორტის მაჩვენებელი. რაც შეეხება სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორს და ძირითადად დაკავშირებული იყო ფერადი ლითონების მადნების მოპოვებასთან. როგორც აღნიშნე, ორ სექტორში გამოვლინდა კლების ტენდენცია, უპირველეს ყოვლისა ეს გახლავთ მშენებლობის სექტორი, სადაც შემცირების გამოწვევ მიზეზად გვევლინება ძირითადად სამოქალაქო მშენებლობის სეგმენტი, კერძოდ როგორიცაა გზების, ხიდების, ავტობანების და სხვადასხვა სახის შენობა-ნაგებობების მშენებლობის ტემპის შემცირება. ასევე აღსანიშნავია, რომ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 40%-ით შემცირდა ცემენტის და კლინკერის იმპორტის მაჩვენებელი. რაც შეეხება ენერგეტიკის სექტორს, ასევე კლების ტენდენცია გამოვლინდა, რაც სავარაუდოდ დაკავშირებული იყო თბოელექტროსადგურების გამომუშავების მოცულობის შემცირებასთან, თუმცა ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება 52%-ით არის გაზრდილი და შესაბამისად გაზრდილია მთლიანობაში როგორც ელექტროენერგიის მოხმარების, ისე მისი ექსპორტის მაჩვენებელი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.